ღვინის ხარისხის კონტროლის მაჩვენებლები გაუმჯობესდა მონაცემებს ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. საინსპექციო შემოწმება მაჩვენა, რომ გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით დარღვევების რაოდენობა საექსპორტო პროდუქციაში მნიშვნელოვნად შემცირებულია. რაც შეეხება ადგილობრივ ბაზარს, შემოწმებული 56 კომპანიიდან დარღვევა 33-ის 59 ნიმუშში გამოვლინდა. ნინი ჩუბინიძის სიუჟეტი. სოფლიო ბაზარზე ღვინის სამშობლოდან გასული ნაწარმის მთავარი ნიშანი ხარისხია. ღვინომ და ალკოჰოლურმა სასმელმა ექსპორტირებისათვის სპეციალური სერტიფიცირება რომ მოიპოვოს, ყოველწლიური კონტროლი დარღვევების გარეშე უნდა გაიაროს. სწორედ ამ მიზნით ღვინის ეროვნულმა სააგენტომ 2026 წლის პირველ კვარტალში 23 კომპანიაში 55 ნიმუში შეამოწმა. აღებული 216 სინჯიდან, რომელიც ლოტებთან შესაბამისობის დადგენას გულისხმობს, დარღვევა არ გამოვლენილა. პარალელურად ამავე პერიოდში გაფორმების ეკონომიკურ ზონაში 22 კომპანია შემოწმდა. აღებული 51 ნიმუშიდან დარღვევა 3 კომპანიის 6 ნიმუში გამოვლინდა. შარშანდელთან შედარებით ნაკლებად ვლინდება შეუსაბამობები ამ აღნიშნულ წარმოებულ პროდუქციაში, რაც რა თქმა უნდა დადებითი ტენდენციაა. ვფიქრობ, რომ ჩვენ წარმოებლებს გათვითცნობიერებული აქვთ ის პასუხისმგებლობა, რაც საჭიროა ქართული ღვინის წარმატებისთვის გლობალურ ბაზარზე. ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი საექსპორტო პროდუქტის მონიტორინგი მსოფლიო ბაზარზე მისი იმიჯისა და ხარისხის დაცვას და რეალიზაციის მაჩვენებლების გაუმჯობესებას ემსახურება. ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტროლის მექანიზმები, როგორც უშუალოდ რთველის პროცესის მონიტორინგს, ასევე საწარმოებში ღვინის ტექნოლოგიური პროცესისა და სარეალიზაციოდ განსაზღვრული პროდუქციის ხარისხის კონტროლს ითვალისწინებს. რაც წლები გადის, ჩვენი ღვინის ხარისხი უკეთესდება. გადართულები ვიყავით ძირითადად ევროპულ მეღვინეობისკენ, მაგრამ ეხლა დაუბრუნდით ჩვენებური ტრადიციული ფესვებისკენ და ეს ჩვენებური ფესვები კიდევ მეღვინე ევროპაში და მსოფლიოში უფრო და უფრო მოწონთ. ღვინის ეროვნული სააგენტოს მთავარი მიზანი მომხმარებელთა უფლებების დაცვა. ადგილობრივი ბაზრისთვის წარმოებული ღვინო ჯერ ისევ გამოწვევად რჩება. პირველ 3 თვეში შემოწმებული 56 კომპანიიდან დარღვევა 33 კომპანიის 59 ნიმუში გამოვლინდა. ბაზისი კარგი ჯამთელი ხარისხიანი ღვინის ეს არის ხარისხიანი ყურძენი. საქართველოში ცოტა ჭირს ამ ხრივ კვალიფიკაციური მევენახეების, რომ მოიყვანონ ხარისხიანი ყურძენი. უფრო მეტი თუ იქნება ამ ხრივ სემინარები, რაღაცა პატარა რჩევები ევროპული მიმართულებითაც, რომ ხარისხი იყოს ყურძნის უფრო და უფრო მაღალი და მისაღები. დაწუნებული პროდუქცია საზღვრებს გარეთ არ გაიყიდება. კომპანიებს ხარისხის გასაუმჯობესებლად რომ მიეცათ. ღვინის ეროვნული სააგენტო მიმდინარე წელს ხარისხის კონტროლის გაძლიერებას გეგმავს, რათა 10 მილიონობით ქართული ღვინო საერთაშორისო სტანდარტების დაკმაყოფილებით მოხვდეს უცხოურ ბაზარზე. ამასთან დაგეგმილია შიდა ბაზრის კონტროლის გააქტიურება.